ამ ვიდეოში ნახავ თუ როგორ ცდილობდნენ ეგვიპტეში ჩემს გაქურდვას, როგორ გამომძალეს ფული პირამიდებთან, ნახავ ეგვიპტის დადებით და უარყოფით მხარეებს. გაიგებ ადამიანების შესახებ, რომლებიც თავის გადასარჩენად ნაგვის ქალაქში ცხოვრობენ. მოისმენ აქამდე წარმოუდგენელ ამბებს პირამიდების შესახებ და ჩემთან ერთად იმოგზაურებ ეგვიპტის ველურ ნაწილში. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ცოტნე და დღეს მე ვიმყოფები სადღაც შუა ეგვიპტეში და დღეს ჩემი ბიუჯეტი იქნება მხოლოდ და მხოლოდ 100 ლარი. ამ 100 ლარით რამდენიმე დავალება უნდა შევასრულო. ნახო ეგვიპტეში ყველაზე დიდი ბაზარი, წავიდე ეგვიპტის პირამიდებთან, დავაგემოვნო ადგილობრივი კერძები, დავათვალიერო ძველი კაიროს ტერიტორია, შევიდე კაიროს ყველაზე დიდ მუზეუმში და გავცურო ნილოსზე უდიდესი კრუიზით. ეს არის კაიროში ყველაზე დიდი ბაზარი, რომელსაც ხანელ ხალილს უწოდებენ. რავი, ძალიან დიდი, დაახლოებით 2000 თუ 3000 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული. შეიძლება მეძე ზუსტად არ ვიცი. და მოკლედ აქაც, როგორც კაიროს ნებისმიერ კუთხეში, ყველა მოდის და რაღაცას გთავაზობს რა. ან $1, ან $2. მოკლედ ყველა არის რაღაცის გაყიდვაზე და მესმის კიდეს, ან ხო ბაზარში ხარ და ეგეთ რაღაცებს უნდა ელოდო. ამ ფული გადავახურდავე, წეღან ვიყავი ბანკში გასული და რაც შეიძლება იაფად მინდა რაღაცა ვიყიდო რა. ეს კაცი აქამდე დაახლოებით 3 ჯერ მოვიდა ჩემთან და სხვადასხვა პროდუქციას მთავაზობდა ყველა ჯერზე. საბოლოოდ გავყევი მაღაზიაში და მივხვდი რომ აშკარად მილიონერი ვეგონე. აი თუ რატომ, ახლა თქვენ თვითონ ნახავთ. First tell me how much? I'll show you because different brand. მოგეთყევ საბამიაო, შენ სახელსო დავაწერთო ზედო რა, ან შეყვარებულისო. This is necklace or Yes, for necklace. This is for bracelet. And this is in Egyptian or This what? In hieroglyphic, yes. And how much for this? First tell me how much. How many much? letter the name? How many letter? 4. How much is this? 7,500. Oh my god, no. Yes, I know. I don't have this much money in my pocket. I don't have. You have visa? No, no. Dollar? No, I have no dollar. Whoa, 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 whoa. Oh my god. And what is this? You asking my friend who want to buy? Yeah, I want to buy, but I want to get the price. What? How much for this one? This one 1,500. ზუსტად ისეთი კერამიკული აქლემი გვერდით 350 ეგვიპტური ფუნტი ღირდა. საბოლოოდ რომ ვერაფერი ვერ მაყიდინა, გამომყვა და სუნამოებს ვთავაზობდა. ალერგიული ვარ მეთქი უთხარი და მიხვდა რომ არაფრის მყიდველი არ ვიყავი მისგან და საბოლოოდ თავი დამანება. მოკლედ ყველაფერი გააკეთა რომ რაღაცა მეყიდა, მაგრამ მაინც არაფერი არ ვიყიდე და ბოლოს აგრესიული გახდა რაღაცნაირად. რომ აი თუ გინდაო, ყველა ხوار მეკითხებიო რა და თან მეკითხებოდა, აი რამდენი ფული გაქვს რა საფულეშიო, რამდენი გიდევსო ეხაო რომ მითხრაო რომ მაგის მიხედვით შემოგთავაზებოდა. 7500 გამოდის დაახლოებით $200-მდე თუ $300-მდე, არ ვიცი დავაწერ სადღაც აქ დაეწერება. აბა როგორ მოგწონთ ეგვიპტელი კაცის ზურგი. How much for this camel? This one. Yeah, how much Egyptian pounds? Egyptian, this is 350. 350 Egyptian pounds. ესეთი რაღაცა უნდა ვიყიდო 350 ეგვიპტური ფუნტი ღირს. დაახლოებით 30 ლარამდე ჯანდაბას ვიყიდი რა, ვიცი რომ ძვირია, მაგრამ ვიყიდე. Okay. რო ვაკვირდები ძალიან მაგრად არიდებენ თავს ჰიჯაბიანი ქალები რომ კამერაში გამოჩნდნენ. ალბათ რაღაცა პრობლემები ექნებათ მერე და თუ მაგალითად გვერდით ჩაული კამერით ან თავს ატრიალებენ და სახის მალავენ, ან კიდე თავს არიდებენ ძალიან მოკლედ კამერაში გამოჩენას რა. ეს ლეისია სავარაუდოდ და არაბულად დაწერია. აი ქვედა მხარის ესეც ლეისია მწვანე. აი ესეც ლეისია. ეს არის დორიტოსი რაღაც ძალიან განსხვავებული. აბრალოდ ამას ვერ ვიყიდი ახლა, იმიტომ რომ არ მინდა დელიბელი დამემართოს. ესეც ლურჯი დორიტოსი საქართველოში არ მოიძებნება. პირველად ნახე და ხო არ ვიყიდო შემთხვევით და ერთი ცალი ხო არ გავსინჯო. აი მაინტერესებს რა ის როგორ არ უნდა გავსინჯო. ვიყიდი ამას. How much for this one? 20? Oh, this is 20, right? Oh my god. Sorry. Thank you so much. ეს ღირდა 20. ახლა გადავიყვანე 20 ეგვიპტური ფუნტი ლარში და სულ რაღაც 1 ლარი და 10 თეთრი გამოდის. საქართველოში კი ამხელა დორიტოსი სამწუხაროდ 3 ლარამდე ღირს დაახლოებით. How much for the smaller one? One? Yeah. 120. You have change? Okay.
ეს არის ეგვიპტური პური და მაინტერესებდა ყოველთვის როგორი გემოქონდა და ვნახავ ახლა. ჩვენი პური მილიონჯერ ჯობს. უმარილოა. ლავაშია დაახლოებით, თუნდაც ლავაში რო დაარბილო, ისეთი ფორმა აქვს. არაფერი არ აქვს, გონი გაკეთებული შეგნით. არ მომეწონა. ესე იგი ესენი ღირს ეგვიპტური ფუნტი 100. ერთს წავიღებ სავარაუდოდ. Okay. 100 pounds. Thank you so much. აქ ვიდეოს ყურების დროს მივხვდი, რომ იმ პურის გამყიდველმა კაცმა ძალიან მაგრად მომატყუა. ამ სუენირშიც და პატარა პურშიც ცალ-ცალკე 6 ლარი გადავიხადე. აი ამ წამს უეცრად მივიხედე უკან და დავინახე რომ ვიღაცა ტიპს ჩემ ჩანთაზე ედო ხელი და ხსნიდა ზმეიკას. თურმე ძალიანაც მართლები ყოფილან რომ ამბობენ რომ ძალიან მაგარი ქურდბასასები არიანო და ვინც ჩამოხვალთ აქ ერიდეთ და ყურადღებით იყავით ძალიან თქვენ ჩანთასთან უნდა შევამოწმო ახლა და ამოვიღო და ვნახო რამე ხო არ მაკლია ჩანთიდან. ჩანთა შევამოწმე და საბედნიეროდ ყველაფერი თავის ადგილზე დამხვდა. ბაზარში ცოტა კიდევ ვიბოდიალე და შემდეგ ტაქსი გამოვიძახე, რომელშიც 11 ლარი გადავიხადე ბაზრიდან პირამიდებამდე მისვლაში. და სხვათა შორის ეგვიპტეში ტაქსი ძალიან იაფი ყოფილა. მოკლედ მე უნდა ვთქვა გამიმართლა მეთქი რა, იმიტომ რომ ანუ ეგვიპტეში ჩამოვედი და გამიწვიმდა. ანუ წელიწადში 2-3 ჯერ მოდის მაქსიმუმ რა. რო შემოვდიოდი იქ შემოსასვლელში ხალი იყო ვიღაცა და აქ დამინახა მიკროფონი რომ ეკეთა და ჩამომართვა მიკროფონი რომ აქ არ შეიძლებაო რატო გავიკეთი აქ უბრალოდ არ ვიცოდი რა თან პლუს შემოსასვლელში რაღაცას ვიღებდი ტურისტული პოლიცია გამოგვეკიდა და წაგვაშლებინა აქედან ცოტა ხანში შენი მეგზურის მესიჯი მივიღე, რომელშიც ეწერა, რომ ყველანაირი ტურის საფასური გადამიხადეს და ჩემი 100 ლარიანი ბიუჯეტიდან არაფერი არ მომაკლდებოდა. ძალიან მაგრად გამიმართლა და ამ თანხას სხვა რამეში გამოვიყენებ. აი მაგალითად, აკლემის ხორცს შევჭამ. აი რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს და რამდენადაც დამთხევად შეიძლება მოგეჩვენოთ გიზის პირამიდის ადგილმდებარეობა და სინათლის სიჩქარე ზუსტად ერთ-ერთი ემთხვევა ერთმანეთს არ ვიცი Google-ის შემქმნელებმა სპეციალურად დაამთხვიეს და ასე დაწერეს თუ არა მაგრამ რაც არ უნდა იყოს საკმაოდ უცნაურია და რაღაცნაირად კიდევ უფრო დიდი დუმალებას ანიჭებს ამ პირამიდებს და თვითონ პირამიდის აშენების ტექნიკას რაც შეეხება წარმოიდგინეთ ძველი წელთაღრიცხვით 25 საუკუნეში აშენებული ანუ ეს იცით რა პერიოდია მაგ პერიოდში ევროპაში იყო მონოლითის ხანა. მაშინ იკვლევდნენ რომ არსებობს რაღაცა იარაღი, რომლითაც შეიძლება ცხოველი მოკლა. ძველი წელთაღრიცხვით 25 საუკუნეში როცა არანაირი დანადგარი და არანაირი მანქანა არ არსებობდა რომ ამ ხელა რაღაცა აეშენებინათ და მაშინ ააშენეს, ამიტოა ზუსტად ეს ყველაფერი ასე საოცარი. თითოეული ქვის ბლოკი, აი, ჩემს უკან რასაც ხედავთ, დაახლოებით 2 ტონა ნახევრიდან 10 ტონამდე იწონის. წარმოიდგინეთ, ამ ქვების გადაადგილება რამხელა ტექნიკა სჭირდებოდა იმ პერიოდში. და რამხელა ფიზიკის ცოდნა. 2011 წელს ეგვიპტეში მოხდა რევოლუცია და ამ პერიოდის შემდეგ ძალიან მაგრად არ უყვართ კამერები და ზოგადად მიკროფონებზე განსაკუთრებული გართულება აქვთ, იმიტომ რომ გონიათ რომ აი ხმის ჩაწერა რაღაცნაირად ასოცირდება ინფორმაციის გასაჯაროებასთან. ეგვიპტეში რევოლუცია 2011 წელს დაიწყო, როდესაც ქუჩაში 100,000-ობით ადამიანი გამოვიდა, რომლებიც აპროტესტებდნენ კორუფციას, სიტყვის თავისუფლების არქვნას, უმუშევრობას, ინფლაციასა და დაბალ ხელფასებს. ამ რევოლუციის დროს 6,000-მდე ადამიანი დაშავდა, ხოლო სულ ცოტა 846 ადამიანი გარდაიცვალა. პროტესტანტებმა 90-მდე პოლიციის შენობა გადაწვეს ქვეყნის მასშტაბით. რა მინდოდა. ასე მგონია რომ გადმოიმეთე ჩემი ჩამოდოს ჩამილაყა ფილტოები. ახარ მივარ გაგვერდები. ეჯახება მოვივიდა. აი ესეთი ხედი იშლება ჩემ წინ ახლა. თავიდან აკლემით გასეირნების ფასი მითხრეს $5, ხოლო როცა მივედით დანიშნულების ადგილზე $20 მთხოვდა. ხელში თან ჩემი კამერა ეჭირა, რომელიც გადასაღებად მივეცი და თუ $20 არ მომცემ, კამერას არ დაგიბრუნებო. Okay, but first you say $5 to go around the pyramids and you say $20. I don't have even $20 in my pocket. Can you give me back this? Okay. Can you give me back my pocket? Yes, there's no way. No way. No problem. This way for the can give me something the boxes for this boy. This driver here. საბოლოო ჯამში $16-ზე შევთანხმდით. კამერა დამიბრუნა, თუმცა აგრესიული გახდა. თუ ამ ტერიტორიაზე მოხვდებით, იცოდეთ, რომ აკლემის ტურის აღება მეტნაკლებად სახიფათოა.
ეს ვიდეო საერთოდ ვერ შედგებოდა და ვერც ახლა ეგვიპტიდან მოგესალმებოდით, რომ არა ტურისტული კომპანია შენი მეგზური, რომელმაც გამომიშვა ეგვიპტეში. მინდა რომ უღრმესი მადლობა გადავუხადო მას ამ შესაძლებლობისთვის და თუ რომელიმე ქვეყანაში დასვენებას გადაწყვეტთ, აწი გახსოვდეთ ვის უნდა მიმართოთ, რადგან მაქსიმალურად ხარისხიანად და პასუხისმგებლობით მოგემსახურებიან. ახლა კი დროა რომ გადავინაცვლოთ ეგვიპტურის საჭმლის დასაგემოვნებლად. ისევ ტაქსი გამოვიძახე, რომელმაც 6 ლარად წამიყვანა უახლოეს რესტორანში. მანამდე კი აუცილებლად გამოიწერე ჩემი გვერდი უფრო მეტი საინტერესო ვიდეოსთვის და დააკომენტარე რას ფიქრობ, რა უნდა იყოს ჩემი შემდეგი ქვეყანა? მოკლედ ერთ-ერთ რესტორანში შემოვედით ახლა რა. აი ეს არის ერთადერთი რაღაცა, რაც უნდა გინდოდეს ძალიან, მაგრამ როცა ხარ ეგვიპტეში, ზულის ვიშოვე, იმიტომ რომ ეგვიპტური ფულით გადახდა იყო მარტო შესაძლებელი რა, ანუ დოლარით ვერ ვიხდიდი და ვერც ლარით და ამას რაც შეეხება, აი ესეთი რაღაცა აქ შეგიძლია აიღო, იქ არის დაალაგებული, იქ ეთხარეს და შეგიძლია აიღო რაც გინდა რა. დავაგემოვნებ და ნახოთ როგორია. Good. Ჩვენია. Fresh-ია. და კაია. ეს არის ლობიო როგორც ხდება. Yeah. ეს რაღაცა არ მომეწონა. მაგრამ ეს გემრიელია. ეს არის კარტოფილი. ახლა მოვიტანე ტკბილეული რა. აი ასე გამოიყურება და ძალიან ლამაზია. ეს ორი არ ვიცი რა არის. ესენი ნამცხრებია, მაგრამ ესენი ძალიან კარგად გამოიყურება და ჩემი აზრით კაი იქნება. ამას დავაგემოვნებ. ანუ შაქარი, რძე და მარილი არისო ერთმანეთთან შერეულიო. შაქრიანი პურია რა. შაქრიანი პური აქ რძე არსად არაა მგონი. მაგრამ გემრიელია ძალიან. ნუ ესენი კიდე ნამცხრებია ჩვეულებრივი. ძალიან გემრიელია, ან მოშებული ვარ ზედმეტად და მაგიტოა ძალიან გემრიელი. ამის შემდეგ კი გადავწყვიტე რომ ძველ კაიროში წავსულიყავი და ბარემ იქვე მდებარე უდიდესი ეგვიპტური მუზეუმიც მენახა. დღის ბოლოს კი კრუიზი დავჯავშნე, რომლის ფასსაც ვიდეოს ბოლო ნაწილში გაიგებთ. თვითონ მუზეუმი ძალიან დიდია და 5 საათზე იკეტება თან, ბევრი დრო არ მაქვს, მაგრამ არ მგონია რომ თლიანად დავათვალიერო, იმიტომ რომ დიდად არ მიყვარს მუზეუმებში მოდიალე. აი ეს ახლა რასაც კადრში ხედავთ, არის ეგვიპტური შემნახველი, ცოდნის შემნახველი, ასეთი რაღაცა ქვია, რომ აი ძირითად წიგნებს და რაღაც მნიშვნელოვან დეტალებს, რომლებიც უნდათ რომ გადაეცათ თაობებისთვის, აი ამაში ინახავდნენ. სირცხვილია, ჩემი გარი. ორი ამხელა ხმალი ეჭირა დავით აღმაშენებელს ხელში. ორი ამხელა. რა ის? არა, ჯერა თხელია. მე დაჟანგული. ფუ შეგირცხათ ნამუსი ეგვიპტელები. ეს რაღაცა ნაპოვნი ნივთებია ძველი სავარაუდოდ. აბა ვნახოთ ეს რა არის. ეს არის კუბო პეტოსირის. ნუ ამაში იყო სავარაუდოდ მუმია რა. დიდი ალბათობით. ესეც ასე მოკლედ ახლა მოვედი ძველ კაიროში, შემოვედი ამ წამს, გავიარე ბარგის კონტროლი, ჩანთა გამახსნევინეს და რას შეამოწმებდნენ მაგითი არ ვიცი, იმიტომ რომ პროსა გადახედა ზემოდან და ოკეიო გოუო და რამე რომ მქონოდა, ისედაც ქვემოთ მექნებოდა დამალული. ნუ დიდ ყურადღებას არ აქცევენ მოკლედ მაგას რა. ახლა შემოვედი ეგვიპტის ერთ-ერთ ეკლესიაში, რომელიც ძველი კაიროს ტერიტორიაზეა და ეს ტერიტორია არის ძალიან მაგრად დაცული, იმიტომ რომ კაიროში და არა მარტო კაიროში, მუსლიმანურ ქვეყნებში ძალიან ხშირია ტერორიზმული აქტები. მოკლედ არ მინდა ხმამაღლად ვახსენო, ეს დეტალურად ამოწმებენ, რითი შედიხარ, რა ბარგი შეგაქვს და ასე შემდეგ. ძველი კაიროს შესასვლელში ჩანთებს როგორც წესი განსაკუთრებით ამოწმებენ, რადგან არსებობს ქვეყნები, რომლებშიც წარსულში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების გამო დიდ ყურადღებას აქცევენ უსაფრთხოებას. ერთ-ერთია ეგვიპტე. კონტროლის გამკაცრების გამო ბოლო პერიოდში ძალიან შემცირდა ტერაქტების რაოდენობა, ან საერთოდ ნულს გაუტოლდა. სავარაუდოდ კათოლიკური ეკლესია შემოსასვლელში არ წამიკითხავს, სიმართლე გითხრათ რა ეწერა, მაგრამ არ მგონია რომ მართლმადიდებლური იყოს. ახლა ვარ კაიროს ქრისტიანული ეკლესიის შიდა ნაწილში. რამდენად შეიძლება შიგნით გადაღება, არ ვიცი, მაგრამ შევეცდები ყველანაირად. მოკლედ ეს არის ჩემი და მუჰამედის კომუნიკაცია. თითქმის ვერაფერს ვერ ვაგებინებთ ერთმანეთს და მანქანებზე მეუნებოდა ფშიუ, ანუ ჩქარადადიანო რა.
ხო და ინგლისური ძალიან ცუდად იცის მოკლედ. უკვე თითქმის მოვრჩი, იმიტომ რომ ბაზრობაა უბრალოდ და სავარაუდოდ წავალ კრუიზზე, რომელიც არის ნილოსზე. აქედან დაახლოებით 2 საათის სავალზეა და 8 საათზე იქნება ეგვიპტის დროით და დამთავრდება 10 საათზე. ძველი კაიროს შემდეგ დადგა დრო, რომ კრუიზზე წავსულიყავი. აქაც ტაქსის -5 ლარი და დარჩენილი თანხით ავალ კრუიზზე, რომელიც სულ რაღაც 40 ლარი ღირს. თუმცა ჩემი ბიუჯეტი მთლიანად ამოიწურა. თქვენ ახლა ძველი კაიროს ტერიტორიას ხედავთ. ამ შენობების სიღრმეებში ადამიანები უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ. სასიცოცხლო მინიმუმის საშოვნელად იძულებულნი არიან, რომ ნაგავი გადაამუშავონ და ასე გამოიმუშავონ მცირედი თანხა. მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტე უძველესი ცივილიზაციის ნასახლარია, ქვეყნის უდიდესი ნაწილი მაინც სიღარიბეში ცხოვრობს. ეგვიპტეში ყოველწლიურად შიმშილი 15-20 ადამიანი იღუპება და ყოველდღე 100,000-ობით ადამიანი შიმშილობს. იმის მიუხედავად, რომ ეგვიპტის მთლიანი შიდა პროდუქტი 512 მილიარდ დოლარს უდრის, ქვეყანაში მაინც ძალიან ცუდი მდგომარეობაა. მოკლედ ძალიან მაგრად ცივა ნილოსთან და მიძულებული გავხდი რომ ჩამეცვა ჰუდი. დაახლოებით 2 საათი ველოდები კრუიზის გასვლას, უკვე ამოვედი კრუიზზე ვარ, მოდი გაჩვენებთ ხეთს შევატრიალებ. სოფლიოში ყველაზე გრძელი მდინარე. და ნახეთ რა ლამაზია, უბრალოდ კამერაში თუ გამოჩნდება არ ვიცი, მაგრამ ახლა მეორე სართულზე, სავარაუდოდ ეს დაიძრება 40 წუთში მიახლოებით რა. ახლა არის აქაური დროით 6-20 წუთი. და უნდა გავიდეს 7 საათზე. ესე ძალიან მეგობრული ხალხია და ყველა ძალიან მაგრად და კარგად ხვდება. ხალისიანი ხალხია და ყველა იღიმის და რაღაცა კარგ ხასიათზე არის. ეს არის კრუიზის საავახშმო ოთახი. საკმაოდ დიდია თან. სანამ ამოვიდოდი ამ ხელა თუ იყო არ მეგონა. აქაც კიდევ ერთხელ ნილოსი. რავი, რამდენად კარგად ჩანს კამერაში არ ვიცი, მაგრამ ძალიან ლამაზი ხედია. აი იმ ნაწილს წინ რო გემი მიდის, ოაზისი ქვია. ძირითადად მთლიანად პალმებით არის გაშენებული. აქეთ მეორე კრუიზი, ამაზე ცოტა დიდ კრუიზში ვარ. ეს აქ რაც დგას შედარებით პატარაა. კრუიზი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ნილოსზე 20 კილომეტრი გავიარეთ და საბოლოოდ დანიშნულების ადგილამდე მივედით. ყველაფერი ძალიან კარგი იყო. ბიუჯეტიც ამომეწურა და ეს გასეირნება 40 ლარი ნამდვილად ღირდა. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ოცნება ავიხდინე და ეგვიპტის პირამიდები ვნახე. ზოგისთვის მარტივი, თუმცა ბევრისთვის საკმაოდ რთული მისია შევასრულე. ბევრი პასუხისმგებლობებითა და გამოწვევებით მოვედი აქამდე. იმედებითა და სურვილებით დახუნწრული ვარ. ვხედავ ჩემს ბედნიერ მომავალს YouTube-ზე. თქვენთან ერთად, შენთან ერთად. ვეცდები ჩემი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გაგიზიარო და გაგხადოთ ჩემი მეგზური უდიდეს მოგზაურობებში. მე ის ბიჭი ვარ, რომელიც უყურებდა და ბევრს ფიქრობდა, სხვების შეცდომებზე სწავლობდა და ძილის წინ ბევრს ოცნებობდა. დღეს კი აქ ვარ და ჩვენ ვიქნებით ერთად, მანამ სანამ კოპირაიტი ან სტრაიკი არ დაგვაშორებს. აბა, მომავალ შეხვედრამდე.